значит, вот эти дроны, удары по гражданской инфраструктуре. Для чего? Ну, раскачать общество. Конечно, при таком массивном воздействии, когда весь Запад на них работает, в огромном потоке идут эти беспилотники, вот создать какую-то неуверенность в действиях российских вооруженных сил. А то, что на фронте, они как за скобки выносят. Ну там же долбят ребята каждый день. Каждый божий день. Долбят и придем туда, куда нужно. საკუთარი შიზოფრენიის სამსწრაფოზე შესაწირი ახალი საზარბაზნე ხორცის წინ მოგონილი ისტორიებში ახლართული დიქტატორი ბუნკერიდან უკრაინული დრონების მოსკოვზე ყველაზე მასირებული შეტევიდან 5 დღის შემდეგ გამოჩნდა. რუსკი მირის ბოდვითი იდეოლოგიის მთავარი პროპაგანდისტი ამ დღეს ბევრს ბოდიალობდა, მაგრამ მთავარი ბოლო რეპლიკა იყო: „იმი придём туда, куда нужно“. და სად არის туда, куда нужно? პუტინის პუჩს არსაით მიდის. ჩიხის ეტაპიც გავლილია. ჩიხიდან გამოსვლა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ახლა პუტინის რუსეთი უფსკულში მიექანება. დანარცხება სასიკვდილო იქნება. იმი придём туда, куда нужно-ს გრუზინულ ანალოგზე მოგვიანებით, მანამდე კი ეს პლაკატი პუტინის დიქტატორის მე-16 წელს და სტალინის გარდაცვალებიდან 63 წელს მოსკოვში ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე გააკრეს. პლაკატი მალევე ჩამოხსნეს, თუმცა სტალინის სიკვდილის შემდგომი ნიღაბი ამ ფრაზით, რომ არც ერთი მმართველი არ არის მუდმივი, მაშინაც და ახლაც აქტუალურია. ფრაზა ხალხურია, მაგრამ ის ხშირად უკავშირდება რუსი და ამერიკელი პოეტის, ესეისტის, დრამატურგის იოსებ ბროდსკის ავტობიოგრაფიულ ესეს „ფიქრები ჯოჯოხეთის ნაშიერზე“. ბროდსკი იხსენებდა, თუ როგორ აიძულეს სკოლაში მოსწავლეები დამდგარიყვნენ მუხლებზე ბელადის გარდაცვალების გამო და ეტირათ: „იტირეთ ბავშვებო, იტირეთ, სტალინი მოკვდა“. მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა სხვა ტირანი, რომლის სიკვდილის ამდენ ადამიანს ასეთი გულწრფელი სრემლით ეგლოვოს, წერს ბროდსკი. უნებრივია ნობელიანტის ესეს გარჩევას ახლა არ ვაპირებ. უბრალოდ პუტინის უფსკულს დაუკავშირე. ისევე როგორც სტალინის პუტინის დიქტატურამ ადამიანი მორალურად ზნეობრივად მოკლა გაანადგურა. ტერორმა და შიშმა საზოგადოება იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, როდესაც ბოროტის და კეთილის გარჩევა შეუძლებელია. ბელადს საბჭოთა ფიურერს ალბათ ეგონა, რომ ის მარადი იყო, მაგრამ მარტოობაში მოკვდა. მოკვდება ესეც მეერა, რომ არსებული ინფორმაციით პუტინმა 26 მილიარდი დოლარი გამოყო სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დაბერების საწინააღმდეგო ეროვნული პროექტისთვის, ახალი ტექნოლოგიები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. პროექტი მიზნად ისახავს ბიოტექნოლოგიური მეთოდების კვლევასა და განვითარებას იმისთვის, რომ შეიქმნას დაბერების საწინააღმდეგო ვაქცინა. პროექტს პუტინის უფროსი ქალიშვილი მარია ვორონცოვა ხელმძღვანელობს. რაც ყველაზე მთავარი, ყასაბს არ დაუმალავს, რომ საკითხით დაინტერესებულია და რომ სიცოცხლის გახანგრძლივების საკითხი ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განიხილა. მაგრამ პომერტოდ იეტად, თუმცა ტირანი, დიქტატორი, მკვლელი პოლიტიკურად უკვე მკვდარია. ახლა მისი მმართველობა პროპაგანდაზე ტყუილზე და ნეტ პუტინა, ნეტ რასიზე დგას. ეს სექტანტური ფრაზა რუსეთის ვითომ პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს ვოლოდინს ეკუთვნის. პუტინის მთავარი პოსტულატის თქმის დროს ვოლოდინი პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. ის ყირიმის ოკუპაცია ანექსის პოლიტიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ჩინეთი დაიმახსოვრეთ, რომლის ლიდერთანაც ყასაბი მარადიული სიცოცხლის ამბებს განიხილავდა. ახლა კი რა კავშირი აქვს ნეტ პუტინა, ნეტ რასიის და იმი пойдём туда, куда нужно-с საქართველოსთან უფრო ზუსტად ივანიშვილის გრუზიასთან. Нет Путина, нет России сегодня. ივანიშვილის მიმდევრებს ჯერ არ უთქვამთ. არ იქნება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო. ალბათ მალე იტყვიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი არა თარგმანი და კოპირება, არამედ ფრაზის იდეოლოგიური ფილოსოფიური არსია. მიუხედავად მასშტაბებში სხვაობისა, მოსკოვისა და თბილისის მმართველობითი სისტემა თანხოდრაშია. ერთპიროვნული მმართველობა იქ ფორმალურად, აქ არაფორმალურად, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ავტოკრატია, გამდიდრებული პოლიტიკური და ბიზნეს სინდიკატი, პარტიული მონოპოლია და კონსოლიდირებული კაპიტალი, ოლიგარქიული მოდელი, სადაც ბიზნესისა და ხელისუფლების ინტერესი გადაჯაჭვულია. და რაც მთავარია, მტერი, გარე მტერი, რომელსაც უნდა რომ სუვერენიტეტი წაგორთვას და რადგან ამ სუვერენიტეტის ერთადერთი დამცველი და გარანტი ივანიშვილია, არ გამეკვირდება, როგორც უკვე გითხრათ, რომ სულ მალე მოქმედი ირაკლისგან, 20%-იანი მერი კალაძისგან, ცოცხალი ტროლის შეპესგან, უკაცრავად პირველი კანონმდებლისგან მოვისმინოთ, რომ
თუ არ იქნება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო. Game changer-ი გროსმეისტერი ილიაზე და 6 თვიმეზე მეტი აღარ არის საკმარისი. უფრო მეტად უნდა განადიდოთ. საკმარისი აღარ არის, რომ ის როგორც კრემლის ყასაბი ვერ დაამარცხა Deep State-მა, ომის გლობალურმა პარტიამ, ევრობიუროკრატიამ, აგენტურამ და ასე შემდეგ. მოგონილი მტრის ჩამონათვალი კრემლისთვის და სოვლაკისთვის იდენტურია. არარსებული მტრის ეგრეთ წოდებულ მამხილებელ განცხადებებში რუსებსა და ქართველებს, უпроსტურად გრუზინებს შორის იმდენი თანხმედრაა, რომ ამაზე ცალკე დოკუმენტური ფილმის გადაღებაც შეიძლება. და რადგან იდეოლოგია რელიგია პუტინიზმის ერთ-ერთი მთავარი ცნების ავტორი რუსეთის პირველი კანონმდებელია, დღეს მისი კოლეგის ივანიშვილის პირველი კანონმდებლის ახალ მწვერვალებს შემოგთავაზებთ. ევროპარლამენტი პრაქტიკულად ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის არჩევანის ნაცვლად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნდობით უნდა განისაზღვროს. ასეთ მიდგომაში იკვეთება არა თანასწორ პარტნიორთა კავშირის, არამედ ფეოდალური ვასალიტეტის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც სუვერენიტეტი ხალხის ბუნებრივი უფლება კი არ არის, არამედ ზემოდან მინიჭებული პრივილეგიაა. ამგვარად, პრაქტიკულად ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე. ჩემი კომენტარი ვფიქრობ აქ ზედმეტია და ვფიქრობ აქ სხვა დარგის სპეციალისტია საჭირო. ანუ რა გამოდის, რომ ევროპა დასავლეთი რუსეთის მსგავსად ოკუპანტია? არ ვიცი, ღირს თუ არა ვიკითხო, ძვირფასო ბიზნესმენებო, მდიდარო ოცნების წევრებო, საზოგადო მოღვაწეებო, გამოჩენილ ადამიანებო, ანუ თქვენი შვილები ოკუპანტი ევროპის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ? თქვენი მეუღლები დასასვენებლად, საშოპინგოდ, სამკურნალოდ ოკუპანტ ევროპაში დადიან? ეს არის ივანიშვილის გზა პუტინის არ იყოს იმიპაიჯომტუ და კუდა ნუჟნა. სად მიდის ეს გზა? უფრო ზუსტად გზა კი არა, განაპირა პროვინციის ტალახიანი ორღობის ოღროჩოგრო შარა. არსად ქოცო არსად. სუვერენიტეტში რას გულისხმობს პირველი კანონმდებელი და რა არის ივანიშვილის სუვერენიტეტის არსი? კიდევ ერთხელ ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ევროპის საბჭო, რომელშიც საქართველოს სახელმწიფოს გაწევრიანება ევროინტეგრაციის შინ ევროპაში დაბრუნების საუკუნე იდეის განხორციელების გზაზე პირველი დიდი ისტორიული ნაბიჯი იყო. მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. მაგრამ ივანიშვილის სუვერენიტეტში 27 წლის წინადელ ისტორიას თაობათა ბრძოლას ევროპაში დასაბრუნებლად შეპემ რუსულ კანონზე ხელმომწერმა დიდი რუსული ხაზი გადაუსვა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სუვერენიტეტზე თავდასხმელად გამოცხადა. დღეს ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუცია პასე არის საქართველოს სუვერენიტეტზე ერთ-ერთი მთავარი თავდამსხმელი. ეს უნდა გავაცნობიეროთ. მიკვირს მე პირადად არა. ახლა ის მაინტერესებს, ჯერ ივანიშვილს გამოაცხადებენ საქართველოს თუ ევროპის საბჭოს დატოვებს ივანიშვილი ოფიციალურად, თორემ ზურაბ ჟვანიას რომ ხაზი გადაუსვეს, ეს ფაქტია. ლოზუნგი მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი, თავისი დროის პირმშო იყო. როდესაც რკინის ფარდის წყალობით საქართველოსა და ევროპას შორის გაჩნდა ისეთი გეოპოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური ნაპრალი, რომ ამ ორი ცნების დასაკავშირებლად მაშასა და მე თითქოს აუცილებელი გახდა. დღეს ქართველების ევროპელობას მაშასა და მე აღარ სჭირდება. ვინაიდან აღარასთვის არის სამტკიცებელი, რომ ევროპის თანაშემოქმედი საქართველო დიახაც თავადაც არის ევროპა. რუსი თუ მოიფიქრებდა ისტორიის გადაწერის, დამახინჯების, გაქრობის მსგავს წინადადებას და ახალ რომ რკინის ფარდა ეშვება საქართველოსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის, ამაზე რო კითხვა დავსვა, ნეტა ნებართვას მომცემს პირველი კანონმდებელი, კისრის დასმა რამე ფორმით ისჯება? შემთხვევით რკინის ფარდის ბოლომდე დაშვების მცდელობა ხომ არ არის ეს ბადაღებული სუვერენიტეტი, რომელსაც ყველა გვართავს რუსეთის გარდა. აქ ჩინეთის მინდოდა მეხსენებინა, მაგრამ ამაზე ბოლოს. შემთხვევით ექს-სუვერენიტეტი ივანიშვილის ერთპიროვნული ავტოკრატიული მმართველობის აღერება ხომ არ არის. რუსული პუტინისეულ სუვერენულ დემოკრატიას ხომ არ ითხოვთ და უარი ხომ არ მიიღეთ. ხომ არ ივაჭრეთ საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობით და თუ ოლიგარქის სუვერენობას არ
ვარიერებთ სხვა გზით წავალთო. ხომ არ აშანტაჟებთ ევროპას და შეერთებულ შტატებს, მაგრამ ხომ იცით უკვე რომ ეგ შანტაჟი არ გაგივიდათ, ხომ იცით რომ სანქციები შეერთებულმა შტატებმა არ მოუხსნა და არ მოუხსნის. იცით თუ არა რომ ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები რამდენის არ უნდა იძახოთ სარეკომენდაციოა, ბოლოს მაინც დაგეწევათ და ეს ბოლო ახლოა. ხომ არ ფიქრობთ რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტში მალე მოხვდებით? ელოდებით რომ ევროპის პერსონალურ სანქციებს ბრიტანეთს დაემატება? ხომ არ ფიქრობთ რომ იზოლაცია ბოლოს თქვენ იზოლაციას ნიშნავს და არა საქართველოს და ქართველი ხალხის, რომელსაც ასე ეფარებით? გულის სიღრმეში მართლა გონიათ რომ ლეგიტიმურები ხართ და თუ ხართ, რას თხოვთ ამ ევროპას და ამერიკას ლეგიტიმურად გვაღიარეთო? და გადატვირთვაზე რა ისმის? ორბელიანის სასახლის ბინადარს დაურეკა ვინმემ სუფთა ფურცელი რუბიოს ბოლო გზავნils რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობით უპასუხეთ, რა იფიქრეთ? პროპაგანდით მოტყუებულ თქვენ ჯერ კიდევ შემორჩენილ ამომრჩევლს თუ აუდიტორიას რომ დაუმალეთ Heritage Foundation-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის ჯეიმს კარაფანოს ინტერვიუ რა გონიათ ვერავინ ნახა? ან თქვენ რომ ნახეთ, მაინც ფიქრობთ რომ ვაშინგტონი შეაშინეთ და მოატყუეთ? შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ახლახან მხარი დაუჭირა აქტს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენებს ეხება. მეორე დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მოეწერა ხელი. როგორ ფიქრობთ, როგორ აღიქვა ვაშინგტონმა მოვლენების ამ თანმიმდევრობით განვითარება და ჩინეთთან საქართველოს მზარდი ურთიერთობა? This is not America's problem. This is Georgia's problem. ეს ამერიკის პრობლემა არ არის, ეს საქართველოს პრობლემაა. First of all, უპირველეს ყოვლისა, არც ამდენად განსაკუთრებითაა ჩინეთი საქართველოთი დაინტერესებული. არც ბევრი ფულის ფლანგვით არიან დაინტერესებული. ისინი იქ მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ეს ადვილია. ეს ერთგვარად გავს მდგომარეობას, როცა ქვეყნის სულს არც თუ ისე დიდ ფულად ხიდი და საბოლოოდ სანაცვლოდ თითქმის არაფერს იღებ. საბოლოო ჯამში ჩინეთი საქართველოსთვის არაფერს გააკეთებს. მათ რუსებისთვის თავი არ დაუდევთ უკრაინასთან ომში. თავი არ დაუდევთ ირანელებისთვის ირანის ომში. ჩინეთი თავს არავისთვის არ გაწირავს. ასე რომ სანამ საქართველოში ადვილი ფული და ადვილი გავლენა იქნება, ჩინელები ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ. ირონია ის არის და ეს არაერთხელ გვინახავს, რომ ჩინეთთან უკეთეს შედეგებს სწორედ ის ქვეყნები აღწევენ, რომლებიც მასთან საკუთარი პოზიციების დაცვას ახერხებენ. რადგან თუ ჩინეთს მართლა სურს იქ საქმიანობა, ის დაბრუნდება და უკეთეს პირობებს შემოგთავაზებთ. იმიტომ რომ ეს მისთვის ხელსაყრელია, მაგრამ თუ რაღაცას არაფრის სანაცვლოდ აძლევთ და გულწრფელად რომ თქვათ, სწორედ ამას აკეთებენ ახლა ქართველები. მიიღებთ იმას, რასაც მიიღებთ. თქვენ მოგექცევიან როგორც ვასალ სახელმწიფოსა დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება სულ უფრო გაიზრდება და საქმე ის არის, რომ ეს შეერთებული შტატებისთვის საპიწონე საერთოდ არ არის. შეერთებულ შტატებს ეს არ ადარდებს. ეს არ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად ისრაელის გამო ვიბრძვით, თუ საქართველოს ჩინეთსა და რუსეთის ჩრდილში დარჩენა სურს. კარგი წარმატებას უსურვებთ. ჩინეთს შეუძლია მიზნობრივი სარგებელი მოუტანოს რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ჩინელებთან თანამშრომლობით ფულს შეოლობენ. კი ბატონო, მაგრამ საკითხი ისაა, იზრდება თუ არა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი იმავე ტემპით, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნების. მე ისედაც ვფიქრობდი და არა მხოლოდ მე, რომ ჩინეთთან რაღაც ქორწინება დასავლეთთან სავაჭროდ და ფულის საკეთებლად გინდოდათ, მაგრამ ის რაც კარაფანომ თქვა, თქვენი ექსპერტების ნათქვამი ხომ არ გგონიათ? გასაგებია? გასაგებია. თუ ვინმესთვის გასაგები არ არის, მაინც შეგახსენებთ, რომ ჩინური მრავალმილიარდიანი ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა სის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ხაზია და არა ერთი კვალიფიციური და სანაკვლევის მიხედვით ჩინეთთან ურთიერთობა ბოლოს ბევრი სახელმწიფოსთვის ვალის ხაფანგში თავის გაყოფით სრულდება. როდესაც ვალის ფულით გადახდის დრომოვა, რომელიც არ გექნებათ, ვერაფერს გადაიხდით და სუვერენიტეტით გადახდაზე რა აზრის ხართ? აი იმ სუვერენიტეტით თქვენი ბოდვითი პროპაგანდით შეერთებული შტატები და ევროპა რომ გვართვევს. თუ ვერ გაიგეთ, გადაახვიეთ და კარაფაროს ინტერვიუ თავიდან მოისმინეთ. მიხარი რომ საქართველოს მოსწავლეები მალე გამოიპრანჭებიან ჩინეთში პოლიესტერისგან შეკერილი სასკოლო ფორმებში და მიუსვლებიან მერხებს ულტრათანამედროვე სკოლებში, სადაც უფასო კვება ექნებათ. საქართველოს ბიუჯეტი ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიას 46 მილიონ ლარს გადაუხდის სკოლის ფორმებში. მომწონს ქართული ინვესტიცია ჩინურ ეკონომიკაში. ისიც მომწონს, რომ 24 სკოლაში უკვე ისწავლება ჩინური, მაგრამ ცოტა ყველაში უნდა ისწავლებოდეს. არა არჩევით, არამედ სავალდებულოდ და არა როგორც მეორე უცხოენა, არამედ როგორც ერთადერთი. მთელი ჩინეთი ჩინურად ლაპარაკობს. არ არის აუცილებელი ამდენი ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური და ასე შემდეგ ევროპას სუვერენიტეტს გვართმევს. მოსკოვის მსგავსად პეკინისგან მხოლოდ დიქტატურა ავტოკრატიას სწავლობთ. ხომ არ გინდათ რომ მოსკოვს და პეკინს გაუსწროთ ერთპიროვნულ ერთპარტიულ მმართველობაში?
მოსკოვის მსგავსად პეკინის ლიდერიც უვადო ლიდერია და თქვენ რას აპირებთ? ჩრდილოეთშიც და აღმოსავლეთშიც ნებისმიერი კრიტიკა, მშვიდობიანი პროტესტი ან დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობა მკაცრად პატიმრობით ისჯება. აქ ერთად ხართ. ორევგან დაბლოკილია ყველა საინფორმაციო პლატფორმა, სოციალური ქსელი, რასელოდებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა სკროლის კანტორას ციფრული თვალთვალის კანტორას უნდა დაუმატოთ? მალე უნდა შექმნათ სახის ამოცნობი კამერების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარტო თბილისის ცენტრი არ არის საკმარისი და ზემოდან სოციალური კრედიტის სისტემა დაუმატოთ, რომლითაც მოქალაქეების ყოველდღიურ ქცევას გააკონტროლებთ და მერე იმის მიხედვით როგორ მოიქცევიან, დასაჯოთ ან წაახალისოთ. და აქვე ერთი კითხვა მაქვს. ივანიშვილის მხარდამჭერთა რიგებში ხომ არიან ისეთები, რომლებიც წლების წინ გახკიოდნენ ჩინელებმა ქართული მიწები იყიდეს შემოგვესიენო. ხომ არ არიან ისეთები, ვინც ყვიროდნენ ჩინური მაღაზიები ქართველებს ავიწროვებენო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ პროცესში შემთხვევით სასულიერო პირებიც ხომ არ მონაწილეობდნენ. და რადგან სასულიერო პირები ვახსენეთ, ერთი კითხვა მის უწმინდესობას. თქვენ რო ბრძანეთ თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, რეალური საშუალება გვემუქრება, რომ ჩვენი სამოთხესავეთ ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიანო, რომელ ხალხებს გულისხმობდით? ჩინელებს ხომ არა? მხოლოდ კითხვაა თქვენო უწმინდესობა. თუ არ გამოასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის გამტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას. ისე კი მაინტერესებს კორუფციის ბრალდებით ციხეში რომ მყავთ გამოწყვლებული მორჩილთა შორის მორჩილი და მაქებართა შორის მაქებარი ყოფილი მოქმედი ირაკლი, სის რომ შეხვდა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ხომ არ ესაუბრა და ახალი მოქმედი ირაკლი ან ორბელენის სასახლის ბინადარი, როდის ხვდებიან სის, იქნებ მათ ისაუბრონ ამ თემაზე. აქტუალურია. ისე კი ის ბაობაბები რამღა გაახმო. და რითიც დავიწყეთ, სად არის ტუდა კუდა ნუჟნა. ივანიშვილის გზა შემთხვევით არსაით ხომ არ მიდის. პუტინივით ჩიხის ეტაპი ხომ არ გაიარა და უფსკულისკენ ხო არ მიექანება დასანარცხებლად მიტაცებულ ქვე ყანასთან ერთად. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ, ან ის თუ ის, მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.